მე ძალიან მაკლდა, იმიტომ რომ მამაჩემი პეტრე ლიკლიკაძე არაჩვეულებრივი ლიტერატორი იყო, ძალიან მაგარი კაცი იყო. სხვა შორის პირველად არ მინდა თუ შემეშლება ვინმე შემისწორებს ლიტერატურით. პირველად თარგმნა ივან ბუნინი. სუხოდოლი თარგმნა მამაჩემმა 1979 წელს საუნჯეში გამოქვეყნდა მუხრან მაჭავარიანოვი იყო რედაქტორი და მე როცა წავიკითხე, რთული ნაწარმოებია. არათუ წავიკითხე, მე პრაღაში რო ვიყავი, ვორდში გადავიტანე ამ ჟურნალიდან და კახმე კუდავას დახმარებით წიგნად გამოვიცა. ანუ მამა თქვენის თარგმანი მაქვს წამოყული. კი, პეტრე ლიკლიკას მე მივხვდი, ეს ხო მისი სოფელია. ეს სიმონეთია, რომელიც მას უყვარდა, რომელიც მისთვის ესეთი მიტოვებული იყო. კი ცდილობდა სულ ჩასვლას, მაგრამ ისევ და სოფელს რო დაკრავს, რომელიც ნელ-ნელა იცლება. თუმცა რა შედარება ეხლა რო დაცლილია და ვიდრე მაშინ და რაღაცა ძალიან უყვარდა სოფელი, ბევრს მუშაობდა ინტელექტუალურად, ფიზიკურად, აი მიწაზე მუშაობდა, თოხით მუშაობდა, გუთანს მისდევდა და აი რო უკვე 15 წლის ვარ და რაღაცა უკვე იქ ვაჟა-ფშაველაზე მახსოვს მომიყვა რაღაცას მეუბნებოდა, ამ მომენტში გარდაიცვალა. და მე მაკლდა ამასთან ურთიერთობა. მთელი ცხოვრება მაკლდა ეს. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მე მეტი უნდა გამეკეთებინა შვილებთან ურთიერთობისთვის და რაღაცები გავაკეთე, რაღაცები ვერ გავაკეთე. მაგრამ ყველაფერი წინ არის.